მთავარი, რაზეც ახლა კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ყველა და საზოგადოება არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების და ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, იმიტომ რომ მე ვაკვირდებოდი ბუნებრივი ასევე შესყიდვების პროცესებსაც და ვიცი რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა. თუმცა რახან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი და მთელი თავდაცვის სამინისტრო მოწადინებულია, რომ ითანამშრომლობს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება. ჩემთვის, რაზეც ეხლა ვარ კონცენტრირებული არის გავერკვე საქმის ვითარებაში, ყველა დეტალი შევისწავლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ბიჭებმა იგრძნონ თავი დაცულად, სამართლებრივად და ამიტომ მე რა თქმა უნდა მთელ ყურადღებას გადავიტან იქითკენ რომ მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად და ამის ელემენტები და წინაპირობები სამწუხაროდ უკვე ჩანს, ისე წარიმართა პროცესი დახურულად. მე მინდა გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საიდუმლოების გრიფი მოეხსნას უკვე ამ საქმეს, იმიტომ რომ უსაფრთხოების კუთხით უკვე დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით. აქედან გამომდინარე იმ რაღაც მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო ეს ყოფილიყო, ეხლა მნიშვნელობა აღარ აქვს. ამიტომ სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია წარიმართოს ღიად, გახსნილად გამოძიება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვინაიდან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ამით მიადგას ზიანი, უნდა შედგეს, რა თქმა უნდა, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები ამასთან დაკავშირებით. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა, პრემიერ-მინისტრთან, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტთან გეგმავ შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც და ბუნებრივია, როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ. და პასუხისგებლობა უკვე დადგება იმ პირების, ვინც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. გამოძიებას არავინ და არაფერი წინ არ უნდა აღუდგეს, სრული ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. რაც შეეხება აქვს თუ არა მას პოლიტიკური სარჩული, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ.